კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ახალი პროექტი სამცხე-ჯავახეთში. ICCN Mercy Corps-თან ერთად ქვეყნის ორ რეგიონში შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ქალთა ოთახებს გახსნის, სადაც ადგილობრივი ქალბატონები საჭირო ცოდნას მიიღებენ. მათ შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით. გარდა ამისა, იქნება საკონფერენციო ოთახები და მოეწყობა ბავშვების კუთხე. როგორც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მეცხრე-არხთან განმარტავს, პროექტი ჰორიზონტის გაფართოება გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის რეგიონების საქმიანობაში ქალთა აქტიურ ჩართვას ხელს შეუწყობს. პირველი მუნიციპალური ქალთა ოთახი სამცხე-ჯავახეთში 9 სექტემბერს ნინოწმინდაში გაიხსნება. რაც შეეხება დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტს, აქ ახალი სერვისები ეტაპობრივად ჩამოყალიბდება. მაია კაციტაძის თქმით, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროექტის ფარგლებში ქალთა ოთახების 3 მუნიციპალიტეტში წალკაში, თეთრწყაროსა და დმანისში უკვე არსებობს. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი Mercy Corps-თან ერთად პარტნიორობით იწყებს პროექტს სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში და ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა არის USAID-ის. ეს არის სივრცე, სადაც ქალებს, გოგონებს, ყმაწვილებს არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ქალებისთვის არ კეთდება. აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტით, შეუძლიათ მიიღონ გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც ქალთა ოთახების კოორდინატორები პრინციპში გასცემენ მათთვის.